გოგონა, რომელიც 2 წელი ხეზე ცხოვრობდა. ჯულია ჰილმა 1997 წლის დეკემბრიდან 1999 წლის დეკემბრამდე იცხოვრა გიგანტურ ხეზე, რომელსაც მეტსახელად ლუნა უწოდა. ჯულიამ მხოლოდ მაშინ დაასრულა პროტესტი, როდესაც კომპანია დათანხმდა, რომ არ შეეხებოდა როგორც ლუნას, ასევე სხვა ხეებს 60 მეტრის რადიუსში. საინტერესოა, რომ მანამდე ჯულიას არასდროს მიუღია მონაწილეობა მსგავს აქციებში და არ იყო არც ერთი მწვანე ორგანიზაციის წევრი და ამ შემთხვევაშიც არ მისდევდა ფართომასშტაბიან მიზნებს. უბრალოდ ვერ იჯერებდა, რომ ვინმე შეეძლო მოეტანა ხერხი და გაენადგურებინა ბოლო სეკვოია, რომელიც დაახლოებით 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა. რა თქმა უნდა, ხეზე ცხოვრება ადვილი არ იყო ჯულიასთვის. ის იტანდა სიცივეს, წვიმას, შტორმს, გაბრაზებულ მჩეხავებს, მაგრამ ის დანებებას არ აპირებდა. ძალიან ბევრ ადამიანს აღფრთოვადებდა თავდადებული აქტივისტის ამტანობა. მასზე წერდნენ მთელი მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ხის ქვეშ იკრიბებოდნენ ჟურნალისტები, ცნობილი მსახიობები და მხარს უჭერდნენ მის მოქმედებებს. მოგვიანებით ჯულიამ აღიარა, რომ ვერასდროს იფიქრებდა, რომ შეეძლო ასეთი საქმის გაკეთება. ერთი გოგონას უჩვეულო საქციელმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო ხეების გადარჩენაზე და ხელი შეუწყო უძველესი ტყეების ჩეხვის შემცირებას. მეგობრებო, გთავაზობთ სარეკლამო სივრცეს ჩვენს ვიდეოებში. გამოიწერე არხი და დაელოდე შემდეგ ვიდეოს.